აი ზოგადად რატომ მიყვარს იცი იქ ქაური მხარე რაღაცა ინგლისი მეყავს ხოში აი არ ვიცი ინგლისში მქონდა ეგ გამოცდილება სხვაგან არ მქონია აი საზოგადოება გზრდის დარბაზშიც რომ მივედი ხო აქ დარბაზში ნებისმიერ დარბაზში რომ მიდიხარ ყველგან გეკუთვნის პირველადი საბაზისო პროგრამა უფასოდ ეს წარმოუდგენელი არის ინგლისში. ინგლისში რომ მიდიხარ, გეუბნება რომ ანუ რა ნებისმიერი კითხვა რომ დაუსვა დარბაზის ტრენერს, რომ მე ამას სწორად ვაკეთებ, do your homework. წადი და სახლში საშინაო დავალება დაამუშავე და მოდი ისე ივარჯიშე. აი გზრდის რაღაცნაირად საზოგადოებაც, ნებისმიერი დაწესებულებაც და გინდა არ გინდა შენი იძულებული ხარ რომ ადგე და რაღაცა უფრო მეტი მოიძიო, ისევ შენი თავის ხო ვის წაადგება ხო შენი თავის გარდა. და ძალიან ეს ბენეფიტური იყო ეგ ჩემთვის რა მე დავიწყე საშინაო დავალებების მოძიება იქ YouTube-დან რა თქმა უნდა მაგრამ მე ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი დარბაზში რომელმაც ეგრევე მირჩია რომ რა თქმა უნდა ცალსახად გირჩევნია რომ პროგრამა იყიდო ნებისმიერი და დაუკავშირდა პროგრამას stick to the program ხო მიეწებო ამ პროგრამაზე აი ამ გეგმას მიყვა ვიდრე აი ესე ალაგალად იწოლა მაშინ სხვათა შორის ჩემს დარბაზში დადიოდა ეს გოგონა ახალი ბლოგერი იყო და ეხლა კი არის უკვე 2 მილიონზე ასული მეგან გრაბი როგორ მახსოვს და იქ ქონდა მაშინ ესეთი იმდენად პატარა იყო ახალი დაწყებული ქონდა მაშინ PDF-ის პროგრამებს ყიდდა PDF-ზე აწყობილ პროგრამებს სადაც ფოტოვიზუალი ქონდა ვარჯიშების და დართული და ეგ ვიყიდე ეგ პროგრამა სულ პირველი